სერვისი შეტყობინებების გამოწერა უზრუნველყოფს პრევენციულ შეხსენებების გამოგზავნას მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული პოსტის მისამართზე. მის გასააქტიურებლად გადამხდელი მთავარ გვერდზე ზედა მენიუდან აირჩიეთ შესაბამისი დასახელების ღილაკი. შედეგად, სისტემა გამოიტანს ახალ კონტექსტურ ფანჯარას, საიდანაც შესაძლებელია შეტყობინებების გამოწერის სერვისის მართვა. მოცემული ფანჯარა გაყოფილია ორ ნაწილად: გამოწერილი მოდულები და პასიური მოდულები. შესაბამისად, შემოთავაზებული მოდულებიდან შესაძლებელია მათი პასიური რეჟიმიდან აქტიურ რეჟიმში გადაყვანა და პირიქით. შეტყობინებების გაგზავნა წარმოებს იმ მოდულებზე, რომლებიც განთავსებულია ნაწილში გამოწერილი მოდულები, ანუ აქტიური. აქტიურ რეჟიმში გადასაყვანად მაუსის გამოყენებით გაააქტიურეთ ერთ-ერთი მათგანი, შემდეგ კი ღილაკი მოდულის გამოწერა. პასიურ რეჟიმში გადასაყვანად კი გაააქტიურეთ სასურველი მოდული, შემდეგ კი ღილაკი გაუქმება. მაგალითისთვის განვიხილოთ მოდულის საგადასახადო კალენდარი. ჩანართში გადასახადები, რომლებზეც გსურს შეხსენების მიღება, ჩამოთვლილია გადასახადის სახეები. მონიშნეთ ერთი ან რამდენიმე გადასახადი ერთად. შესაბამის ველებში შეიტანეთ მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული პოსტის მისამართი და მონიშნეთ გსურს მივიღოს შეხსენება საგადასახადო კალენდრის შესაბამისად დეკლარირების საბადო თარიღების შესახებ, დამატებით მობილურსა და მეილზე. გაააქტიურეთ ღილაკის შენახვა. შედეგად მონიშნული გადასახადების დეკლარაციის ჩაბარების საბადო თარიღის დადგომამდე 5 დღით ადრე სისტემა ავტომატურ რეჟიმში გამოგიგზავნით შეტყობინება შეხსენებას დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებების შესახებ მოდულში შეტანილ რეკვიზიტებზე. თუ მონიშნავთ პირობას მსურს მივიღოს შეხსენება საგადასახადო კალენდრის შესაბამისად დეკლარირების საბადო თარიღების შესახებ მთავარ მობილურსა და მეილზე, მაშინ შეტყობინების გამოგზავნა განხორციელდება იმ რეკვიზიტებზე, რომელიც ჩაწერილი გაქვთ პირად მონაცემებში. თქვენი სურვილის შესაბამისად შესაძლებელია მოცემული ორი ველის, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთდროული მონიშვნა. განხილული მაგალითის მსგავსად, ანალოგიური პრინციპით შესაძლებელია სხვა მოდულების გააქტიურება და შესაბამისი შეტყობინებების მიღება თქვენთვის სასურველ საკონტაქტო მონაცემებზე. გისურვებთ წარმატებებს!